მე ვიცნობ ძალიან ბევრ კარგ ექიმს, რომელიც მაგალითად ოპერაციის წინ აუცილებლად ლოცულობს. ძალიან ხშირად შეგიძლიათ ჩემთან წირვაზე ნახოთ. მიხეილ ლოლაძე, დავით ზაქრაძე გალობს ჩემთან, გიორგი ოკაიძე, ლევან ჩიკვატია, ლევან ქაჯაია, მამა ლუკაო ემინემზე ჩქარა კითხულობს 91 და 51 ფსალმოსო, მე რა თქმა უნდა ხუმრობით. ნაშკარად იგრძენით, რომ გარდა პროფესიონალიზმისა, ესე თვალნათელი იყო უფლის დახმარება. არ მინდა კოლეგებზე რამე აუგი უთქვა, თუმცა ნამდვილად არის კომუნიკაციის პრობლემა. წამოვიდა უფრო ისეთ ChatGPT-ით მოსული პაციენტების ნაკადი და ძალიან დიდი რაოდენობა ჩვენი პაციენტებისა მოდიან უკვე ბევრმა უკვე დასკვნას კი იცის, რასაც დაუწყო. დადგება დრო, როცა ამ ქვეყანაში არავის აღარ ენდომება ექიმობა. ექიმობა გმირობასთან ერთად არის ძალიან დიდი რისკი. ძალიან ბევრს რისკავს ექიმი, არა მხოლოდ იმ კუთხით, რომ მას შეიძლება შეექმნას რაღაც საკანონმდებლო პრობლემები, არამედ საკუთარი ჯანმრთელობის მასად. ყველაზე დიდი პიარიც და მარკეტინგის და ანტიპიარიც არის შენი პაციენტი. ექიმი მხოლოდ რაღაც გამოცდილებებით და ცოდნით არ უნდა გამოირჩეოდეს, მას უნდა ქონდეს გული. და ამ შემთხვევაში ქვია მას ექიმი, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანმა დაამთავროს სამედიცინო უნივერსიტეტი, მაგრამ ის ექიმი ვერასოდეს ვერ გახდეს. დღეს ჩვენი სტუმარია იღუმენი ლუკა ფალავანდიშვილი, ბერი ექიმის თეთრი ხალათით, ლისიონის მამათა მონასტრის წინამძღვარი და ტრავმატოლოგი. მოგესალმებით, მამა ლუკა, ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის და ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენი საუბარი და ჩვენი გადაცემა იქნება როგორც ექიმებისთვის, ასევე პაციენტებისთვის ძალიან საინტერესო და სასარგებლო. მე ჩემი მხრიდან შევეცდები, რომ საინტერესო რესპონდენტი ვიყო თქვენთვის, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან მოხარული ვარ ასეთი საინტერესო და საჭიროებო პოდკასტის არსებობის უпроსწორად დაწყებისთვის და გილოცავთ პირველ რიგში და წარმატებებს გისურვებთ. მადლობა და მადლობა თქვენ რომ ხართ ჩვენი პოდკასტის პირველი სტუმარი. როდესაც მოდის თქვენთან პაციენტი. ის თქვენში უფრო ექიმს ხედავს თუ სასულიერო პირს. და ალბათ დამეთანხმებით, რომ ადამიანისთვის, რომელსაც რაღაც ტკივა დააწუხებს, ფიზიკური ტკივილის გარდა ძალიან მნიშვნელოვანია სულიერი თანადგომა. ალბათ თქვენთან ეს ყველაზე უკეთ ამას თქვენთან ალბათ ყველაზე უკეთ იღებენ პაციენტები. რა თქმა უნდა, ექიმი პირველ რიგში უნდა იყოს ადამიანისთვის მისაღები ადამიანი, უпроსწორად პაციენტისთვის მისაღები ადამიანი და უნდა იყოს ნდობით აღჭურვილი, რადგან ერთ-ერთი ასე ვთქვათ მთავარი არსი მკურნალობისა იწყება ნდობიდან და თუ არა ეს ძალიან დიდი განცდა ორივე მხარეს, პაციენტსაც და ექიმსაც გაუჭირდება მხოლოდ ტექნოლოგიებითა და გამოცდილებებით ჩაბმა სამკურნალო საქმეში. ასე რომ ხშირ შემთხვევაში, როდესაც მოდიან ჩვენ გუნდთან და ჩემს მეგობრებთან, სადაც მე მათ ასე ვთქვათ ვეხმარები, პაციენტები ხედავენ ჩემში პირველ რიგში, რა თქმა უნდა, როგორც სასულიერო პირს და შემდეგ ექიმს, რადგან მაინც ეს გარეგნული ფორმა თავისას შვება და ხა ამას არ ვიძახი, უკვე საოპერაციოში უკვე ყველაფერი ცხადია, პაციენტებსაც უკვე აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ ვინ ვარ მე და თავის როლს მოქმედებს და თამაშობს პაციენტის ცნობიერში ის, რომ მე სასულიერო პირი ვარ, არა მხოლოდ ექიმი. დავიწყოთ თავიდან. როგორ მოხდა ის, რომ თქვენ ხართ ექიმი, დიპლომირებული მედიკოსი და ძალიან კარგი ექიმი, როგორც ვიცი, ოპერატორი, რომელიც აკეთებს საკმაოდ რთულ ტრავმატოლოგიურ ოპერაციებს და ამავდროულად ხართ სასულიერო პირი. უფრო ჩემი მეგობრები აკეთებენ რთულ და ძალიან ისეთ მძიმე ტრავმატოლოგიურ და ორთოპედიულ ოპერაციებს, მე უბრალოდ მათი გუნდის წევრი ვარ და ეს ამას რაღაც ესეთი ყალბი თავდაბლობის გამო არ ვამბობ, მართლა ძალიან ძლიერ გუნდთან ერთად მიწევს მუშაობა და რომ არა ისინი ნამდვილად ვერაფერს ვერ გავხდებოდი, მე ჩემი გამოცდილებით და ჩემი ასე ვთქვათ პრაქტიკული ცოდნით, იმიტომ რომ სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ძალიან ცოტა ხანი მქონდა მუშაობის პერიოდი
და შემდეგ მომიწია მონასტერში წასვლა და აი ეს წვეტა მაინც თავისას შვება ახლა რა თქმა უნდა ჩემმა მეგობრებმა რომლებმაც ჩემთან ერთად დაამთავრეს ჩემს მერე დაამთავრეს სამედიცინო უნივერსიტეტი მათ ძალიან დიდი გამოცდილება მიიღეს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სახელი გაითქვეს მათ შორის არიან ძალიან ესეთი ცნობილი ექიმები გიორგი ობგაიძე, დავით ზაქრაძე, ლევან ჩიკვატია, ლევან ქაჯაია და სხვები და სხვები. საკმაოდ ძლიერი გუნდი ტრაუმატოლოგია ორთოპედიაში ალბათ ვერავინ ვერ შეომედაობა ერთ-ერთი ძლიერი გუნდია და მოწინავე დღეს საქართველოში და ის სწორედ მათი ასე თქვათ გუნდის წევრი ვარ და ეს არის ჩემთვის ყველაზე მთავარი რომ ადამიანი რომელიც ჩემთან პირადი ნაცნობობით თუ რჩევით ვინმე ახლობლისა მოდის ჩემთან მან იცის რომ მოდის ძალიან ძლიერ გუნდთან და დიდი გამოცდილების მქონე ექიმებთან და ეს არის ერთ-ერთი ძალიან სასიხარულო ჩემთვისაც რომ აი ეს იმედი რომელზეც წეგან ვილაპარაკე მათ აქვთ და არა მხოლოდ იმიტომ რომ ესასულიერო პირ ვარ არამედ იმიტომ რომ მათ იციან ის თუ სად ვარ მე და რომელ გუნდის წევრად მოვიაზრები. აი როგორი შეგრძნება როდესაც ოპერაციაზე შედიხართ. მე ვიცნობ ძალიან ბევრ კარგ ექიმს, რომელიც მაგალითად ოპერაციის წინ აუცილებლად ლოცულობს. ლოცვა ჩემი ცხოვრების წესია და რა თქმა უნდა მე ამის გარეშე არა თუ ოპერაციაზე საოპერაციოში არამედ რა ვიცი დღე ყოველ დღე იწყება ჩემი ლოცვით და მთავრდება და ნებისმიერ საქმეს ვცდილობ რომ უფალთან ურთიერთობაში დავიწყო და გავატარო. შეეხება იმ ადამიანებს ვისთანაც წეგან ჩამოვთვალე და ურთიერთობა მაქვს სწორედ მათი წარმატების ერთ-ერთი და მათი ეს სახელგანთქმული ექიმობის ერთ-ერთი მიზეზი არის ის რომ ისინი არიან საკმაოდ მორწმუნე ხალხი, მორწმუნე ექიმები თუ შეიძლება ასე ითქვას და ბევრი დადის ჩემთან როგორც სულიერ მოძღვართან რა ვიცი ძალიან ხშირად შეგიძლიათ ჩემთან წირვაზე ნახოთ მიხეილ ლოლაძე, დავით ზაქრაძე გალობს ჩემთან, გიორგი ობგაიძე, ლევან ჩიკვატია, ვინც ჩამოვთვალე სხვათან. შემდეგ წირვის მერე მიდიან ისე უბრუნდებიან თუ რა თქმა უნდა სამუშაო დღე არის, თავიანთ სამუშაო დღეს და მე ხანდახან მივყვები ხოლმე თუ დატვირთული დღე არ მაქვს მონასტერში თუ ეს ითვლება იმათ რომ ლოცულობენ ოპერაციაზე შესვლის წინ საოპერაციოში აქაც ძალიან ისეთი ისტორიებია, როდესაც ჩემ მეგობარს ხუმრობს ხოლმე რომ მამა ლუკაო ემინემზე ჩქარა კითხულობს 90 და 50 ფსალმოსო, როდესაც რაღაც უჭირს ხოლმე რა თქმა უნდა ხუმრობით. ხო ანუ გიორგი ხუმრობს ხოლმე ხშირად ამას, იმიტომ რომ რაღაც ძალიან ისეთ გართულებული. ანუ რას გულისხმობთ, როდესაც რაღაც გართულებული მომენტი დგება ხოლმე მისი ოპერაციების დროს თუ მე არ ვარ და იქ არ ვიმყოფები, ასისტენტს არ ეკინებს ჩემთან, ამოვიდეს მამაო და თქვა ავდივარ საოპერაციოში, შევდივარ იმისთვის, რომ უბრალოდ ხელსაც არ ვიბან, უბრალოდ გვერდში ვდგევარ და მისთვის ეს საკმარისია, რომ აი სულიერად რაღაცნაირი განწყობა მიიღოს და იცის, რომ მე მართლა ხა ჩემ ლოცვას დიდი არაფერი ძალა აქვს, მაგრამ რა თქმა უნდა მისთვის ის რომ სასულიერო პირი და მისი მეგობარი და მისი მოძღვარი გვერდში უდგას, ნამდვილად ჯერჯერობით ჯვარი გწერია გართულებული შემთხვევა ყოველი სიტუაციიდან ეს მის პროფესიონალიზმსაც ხაზს უსვამს რა თქმა უნდა, მაგრამ რა თქმა უნდა მისი სულიერი განწყობა რომ ლოცვა შეეწიოს მას არის ნამდვილად ესეთი ფაქტი. აი ყოფილა შემთხვევა მაგალითად გაიხსენებთ ისეთ ურთულეს მომენტს ოპერაციის პერიოდში, ან ძალიან რთულ პაციენტს, სადაც აი აშკარად იგრძენით, რომ გარდა პროფესიონალიზმისა, ესეთ თვალნათელი იყო უფლის დახმარება. ხშირად ხდება ესეთი ფაქტები. ახლა ჩვენ ორთოპედიულ ოპერაციებს მაინც არ ახლავს თან ესეთი რაღაც თქვათ გადადებული პაციენტების რაღაც ჯანმრთელობის პრობლემებში ჩარევა და რაღაც პესიმურ მდგომარეობაში მყოფთა დახმარება, მაგრამ მაინც არის ახლა ისეთი ძიმე
ფაქტები, როდესაც თქვათ ოპერატორს რაღაცა უჭირს, რომ რაღაცა პრობლემაა და რა თქმა უნდა, არის ეს გარემო, რომელსაც მე როგორც სასულიერო პირი ვქმნი ოპერაციის დროს. ძალიან მიხარია, რომ თქვენაირი ექიმი არსებობს დღეს ქართულ მედიცინაში და არის თქვენი გუნდი კიდევ და ვინც ჩამოთვალეთ ის ექიმები, რომლებიც უყურებენ ამ ყველაფერს ცოტა სხვა გადასახედიდან პაციენტის მკურნალობას და უფლის მხარდაჭერას ყოველთვის გრძნობენ, როდესაც არის რთული შემთხვევები. ალბათ ასეთ ექიმებს უფრო ნაკლებად აქვთ პრობლემები, მაგრამ სამწუხაროდ დღეისათვის ძალიან ბევრ ექიმს აქვს კომუნიკაციის პრობლემა პაციენტთან და აი თქვენ როგორ შეაფასებთ აი ამ ურთიერთობას, რომელიც დღეს არის საკმაოდ დაძაბული ქართველ ექიმებსა და პაციენტებს შორის, რამაც გარკვეულწილად უნდობლობაც გამოიწვია. იცით, მე არ მინდა კოლეგებზე რამე აუგი ვთქვა, თუმცა ნამდვილად არის კომუნიკაციის პრობლემა, მაგრამ ეს პრობლემა სამწუხაროდ აი რაღაც დღევანდელი სისტემის ბრალი უფროა. მე რას გულისხმობთ სისტემურ ხარვეზად? სწორედ იმ რამ მდგომარეობაშიც პაციენტი და ექიმი ხვდებიან ერთმანეთს. კლინიკას აქვს თავისი, რა თქმა უნდა, გაწერილი დღის წესრიგი და ამ ასე ვთქვათ, სისტემის წევრები ვხდებით, გინდა არ გინდა, ექიმებიც და პაციენტებიც. იქიდან გამომდინარე, რომ პაციენტს უწევს მაგალითად დიდ რიგში დგომა, უბრალოდ გრძელ და ხანგრძლივ რიგში დგომა. ამავდროულად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ის რიგში იმიტომ დგას, რომ იმ ექიმთან არის მისული, ვისთანაც ბევრი ხალხია მისული. ხო, აქედან გამომდინარე, შიგნით ის პაციენტი, რომელიც გარეთ რიგში ელოდება ექიმს, ვერ ხედავს რამხელა ჯაფას და შრომას გადის თავის კაბინეტში ექიმი, როდესაც იღებს პაციენტს კონსულტაციაზე. და უკვე გაღიზიანებული შემოდის პაციენტი თქვენთან? ვერ ვიტყვი, თუმცა ამის ფაქტების ბევრი ყოფილა ჩემს პირად პრაქტიკაში, მაგრამ დაღლილი ყველანაირად ჯერ იმით რომ ტკივილით, ახლა ჩვენი პროფესია ტკივილთან არის პირდაპირ დაკავშირებული და აქედან გამომდინარე, ხა მოდის ან ფეხმოტეხილი ან რაღაც ოქსარტროზით ან რაღაცა ისეთი დაავადებით, რომელიც მას მოსვენებას არ აძლევს, იმიტომ არის მოსული იქ და შესაბამის კი, რა თქმა უნდა, ჩვენ კონკრეტულ კლინიკაში გარემო ისეთია, რომ ყველანაირად ვცდილობთ პაციენტი, რომელიც ელოდება ექიმს, კონდეს იმის საშუალება, რომ კომფორტულად იგრძნოს თავი, მაგრამ მაინც ახლა პაციენტი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში თავისი დაავადებით იტანჯება და ძლივს გადაწყვიტა, მოვიდა და შენ არ გაქვს იმის საშუალება, მაგალითად, რომ მალე მიიღო, ეს ჩვენგან დამოუკიდებელი. მალე მიღების გარდა ალბათ ფასებიც გარკვეულწილად მოქმედებს პაციენტების გაღიზიანებაზე, რომელიც საკმაოდ მაღალია. რეგულაცია ეს უკვე ძალიან ესეთი ზოგადი და დიდი პრობლემაა, რომელსაც ალბათ შევეხებით ახლა მთელი ჩვენი ამ პოდკასტის განმავლობაში. მე ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა დღეს მედიცინაში, რაც ექიმებსაც არ უხარიათ და თავისთავად პაციენტისთვისაც დიდი პრობლემაა და გაღიზიანების მიზეზით, რა თქმა უნდა, და ცუდად ყოფნის მიზეზით და კიდევ უფრო დამატებული იმ თავის დაავადების ცუდად ყოფნას. თქვენ რიგები ახსენეთ და აქ კაი კომუნიკაციის პრობლემა, რომელიც დღეისათვის არსებობს სამწუხაროდ, ხომ არ არის ასევე ექიმების ასე ვთქვათ, დროითი წნეხი, რომლის ქვეშაც დღეს სამწუხაროდ ბევრი ექიმი მუშაობს. მაგალითად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კომუნიკაციაზე, აქ ალბათ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი პაციენტის და ექიმის ურთიერთობაში არის ანამნეზის შეკრების პროცესი. და ანამნეზს ალბათ 15 წუთში და 20 წუთში თუნდაც 9 საათში, როცა რთული შემთხვევაა, შეიძლება ექიმმა ვერ მოახერხოს სრულყოფილად შეკრება და აი აქ ხო არ იწყება პირველი პრობლემა, რომელიც თქვათ მე უკვე იქცევა. არის რა თქმა უნდა შემთხვევები, როდესაც პაციენტს უწევს, როდესაც შემოდის ექიმთან და იღებს ექიმისგან კონსულტაციას, მე უწევს სხვადასხვა კვლევების
საკმაოდ ძვირადღირებული კვლევების ჩატარება, ეს იქნება მაღალტექნოლოგიური კვლევები თუ რა ვიცი ნებისმიერი ლაბორატორიული კვლევა, რომელიც თუმცა ის არც ის არ არის ძალიან იაფი, ხო? აქედან გამომდინარე არ არიან რა თქმა უნდა სათანადოდ არც ინფორმირებულები, თუმცა ეხლა წამოვიდა უფრო ესეთ ChatGPT-ით მოსული პაციენტების ნაკადი და ძალიან დიდი რაოდენობა ჩვენი პაციენტებისა მოდიან უკვე იმ ინფორმაციით თუ რა ჭირთ, როგორ შეიძლება იმკურნალო, ბევრმა უკვე დასკვნას კი იცის, რასაც დაუწერ და წინასწარ იციან დასკვნებით? რო იცით ChatGPT-მ ზუსტად ეს დასკვნა მითხრა რომ ამას მეტყვით, მაგრამ ხა ChatGPT ვერ მოგცემს იმ სურათს, რომელიც კლინიკამ უნდა მოგცეს. ეს იქნება კვლევები თუ სხვადასხვა სამკურნალო საშუალებების შედეგად მიღებული შვება იმ დაავადებისა, რომელიც აქვს მას, ხო, პაციენტს ასე თუ ისე და აქედან გამომდინარე, აი ის, რასაც თქვენ ამბობთ, რომ ეს ლოდინი და გრძელი რიგები გამომდინარეობს იქედან, რომ დღეს არ არის ბევრი ექიმი საქართველოში სამწუხაროდ, რომელსაც ენდობა პაციენტი. და შეიძლება ამან გამოიწვია უკვე გარკვეული, ვთქვათ, აი ეს უზარმაზარი რიგები კონკრეტულ ექიმებთან. არიან სახელგანთქმული ექიმები, რომელთაც მართლა აი ულევი ნაკადი ყავთ პაციენტებისა. თუმცა არიან ისეთების, რომელთაც არ აყავთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი არ არიან კარგი ექიმები, უბრალოდ რატომაც დღეს PR და მარკეტინგიც მუშაობს მამა ლუკა ძალიან კარგად, გააჩნია ექიმს და კლინიკას როგორი PR და მარკეტინგი მედიცინაში რა თქმა უნდა მუშაობს, მაგრამ ყველაზე დიდი PR-იც და მარკეტინგის და ანტი-PR-იც არის შენი პაციენტი. კმაყოფილი პაციენტი, ანუ კმაყოფილი პაციენტი. კაცმა შენ ხელში გაიაროს 10,000 US-თვის იყო ოქროს ხელება, მაგრამ ერთმა ისეთმა შემთხვევამ ჭყალებში кейსმა, რომელიც არც შენი ბრალია, უბრალოდ მედიცინას აქვს თავისი გართულების რისკები, ხო? რისკები, რომელსაც ვერ გაექცევა ვერავინ და აი ამ გართულების რისკების რაღაც შემთხვევებში შეიძლება ერთ დღეში დაგიმთავროს, არის ეს ეთერის მერე ალბათ გავიხსენებთ ისეთ ექიმებსაც, რომელსაც მისგან დამოუკიდებელი პრობლემების გამო აი ამის დაუმთავრდა საექიმო კარიერა. ხო, ну საკმაოდ რთულია და გართულებულია დღეს ურთიერთობა სამწუხაროდ ექიმებსა და პაციენტებს შორის და ერთი შეკითხვა მინდა დაგისვათ, აი თქვენ ახსენეთ გართულებები, ოპერაციის შემდგომი გართულებები. თქვენ როგორ ფიქრობთ, თუ კი ექიმები დაიცავენ კომუნიკაციის სტანდარტებს? საქართველოს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული მთელი რიგი შემთხვევები, სადაც აუცილებელია წერილობითი ინფორმირებული თანხმობა, თუმცა ეს ინფორმირებული თანხმობა ასე ვთქვათ, კანონიერად ითვლება მაშინ და თუნდაც აი საქმე რო რთულდება და სასამართლოში მიდის მე ვთქვათ პაციენტი ჩივილით, ხოლო იმ შემთხვევაში ჩათვლის სასამართლო რომ ეს ინფორმირებული თანხმობა სწორად იქნა შევსებული და გაკეთებული, თუ კი პაციენტი იტყვის რომ ექიმმა აი ეს ინფორმაცია რა წერია დოკუმენტში, რომელიც დევს სამედიცინო ისტორიაში, ასევე სიტყვიერად ზეპირად კარგად გააცნო და გონივრული ვადით ადრე, გარკვეული გონივრული ვადით ადრე. როგორ ფიქრობთ აი ეს მოუცლელობა, ეს უზარმაზარი რიგები, ხომ არ ქმნის პრობლემას, რომ პაციენტი როდესაც არ არის კარგად ინფორმირებული იმ გართულებების შესახებ, რომელიც შეიძლება მოყვეს ოპერაციას, სწორედ მაშინ იწყება ის პრობლემები, რაც არის, თქვათ, უკვე შემდგომ, რაც გრძელდება, თქვათ, პაციენტის ჩივილის რეგულირების სააგენტოში და ასე შემდეგ. ჩვენ კლინიკაში ამაზე ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს როგორც დირექცია, ასევე ჩვენ კონკრეტულად განყოფილების ხელმძღვანელობა, თავად გიორგი ობგაიძე უხსნის პაციენტს ყველა იმ გართულებების შესახებ, რაც შეიძლება ამა თუ იმ кейს მოყვეს. ამის გარდა კიდევ მკურნალი ექიმი, შემდეგ მას რა თქმა უნდა წერილობით ხელს აწერს ყველა იმ გართულებების შესახებ, რაც მას მიეწოდა ინფორმაციის სახით. მაგრამ აქ არის ერთი რამ. აი არ ვიცი, არ შემიძლია ხა ზუსტად გითხრათ პროცენტულად რამდენი პაციენტი იშვება ასე, მაგრამ უამრავი პაციენტი აუხსნი, წააკითხე, ფორმას ანახებს, აწერია რომელ პუნქტში, არ არსებობს, რომ არ შემოbrunდეს და არ კითხოს ის, რაც
დაუღეჭე და მიეცი. იმიტომ რომ ის არ არის კონცენტრირებული კონკრეტულ მომენტში მოგისმინოს შენ. მისთვის რაღაცა უფრო სხვა პრიორიტეტები არის, როდესაც მოვიდა შენთან, თავარია გაიგოს რა ღირს ოპერაცია, როდის ჩაუნიშნავ, რამდენ ხანში გაწერ, რაღაცა კონკრეტული ესეთი ინფორმაციები, რომელსაც თვითონ გეკითხება და თვითონ სვამს კითხვას და შემდეგ უკვე შენ გარდა ამ კითხვებისა რომ გასცემ პასუხს, უკვე შენ სათქმელს როდესაც ეუბნები, აქ უკვე ან დაღლილია, ან მიუღებლად არის. ანუ რაღაც ნიუანსები შეიძლება თვითონ პაციენტსაც გამორჩეს. მაგრამ არის ასევე შემთხვევები, როდესაც მედიცინა თქვენ ახსენეთ, რომ 2-2-4 არ არის და სამწუხაროდ ხდება სამედიცინო შეცდომებიც, მარტო ჩვენს ქვეყანაში არა, ძალიან წარმატებულ კლინიკებში, ევროპის და ამერიკის კლინიკებში ხდება. სადაც ბოდიში გაწყვეტინებთ პაციენტი ხელს აწერს, აი ერთ кейსს ვერ მომიტანთ ვერც თურქეთიდან, ვერც ევროპიდან, სადაც პაციენტს რაღაც გართულება მოყვა და მერე მან უჩივლა. იქ ხელს აწერ ძალიან ისე ლამაზად წვრილად დაწერილ ფურცელზე, სადაც პასუხისმგებლობას იხსნის მე როგორც კლინიკა, ასევე ექიმი და ანუ თქვენ გულისხმობთ, როდესაც ინფორმირებული თანხმობის სტანდარტები არის ზედმიწევნით დაცული, ამ შემთხვევაში და რაღაც სამედიცინო ჩარევის შემდგომ გართულება მოყვა, ამას თქვა სამართლებრივად დაცულია, მაგრამ მე მინდა თქვენ გესაუბროთ ახლა ექიმის განცდებზე. ან როგორც ექიმი, ჯერ მინდა რომ ვისაუბროთ, აი როგორც ექიმი ვთქვათ, თქვენი მეგობრები რას გრძნობთ, როდესაც რაღაც რთულდება. აი მაგალითად პაციენტები ამას ვერ ხედავენ, რას გრძნობს ექიმი. გართულებული შემთხვევის შემდგომ პერიოდში. რომ ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებელს, აი როგორ განიცდიან ექიმები ამას, განიცდით, მსჯელობთ, თქვათ, ფიქრობთ ამ პაციენტზე. ადამიანები ვართ ჩვენც და მიუხედავად იმისა, რომ ახლა სხვადასხვა მიმართულებაში, სხვადასხვა პროცენტული რაოდენობებია, თქვათ, ლეტალობისა თუ გართულებებისა, ხანდახან ხუმრობთ ხოლმე, რომ რეანიმატოლოგებს საერთოდ აღარც აქვთ უკვე რეაქცია, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ასე არ არის. მე მყავს მეგობარი, რომელიც დაახლოებით 15 წელია ერთ კონკრეტულ პიროვნებას განიცდის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემი მეგობრის გარდაიცვალა ეს პაციენტი არ არის, რა თქმა უნდა, მაინც აი იმ ადამიანის მიმართ აქვს რაღაცნაირი ესეთი განწყობა. კი გარდაიცვალა ეს პაციენტი და აი 15 წელია ამ ექიმს აქვს განცდა და ძალიან დიდი რაღაცა სინანულის განცდა, არა მხოლოდ ისე რომ განცდა. თუმცა აი კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არანაირი სამედიცინო დანაშაული ამის მხრიდან არ ყოფილა და ანუ არის სიტუაციები, სადაც მედიცინა უძლურია. რა თქმა უნდა. და სამწუხაროდ პაციენტის გარდაცვალებით სრულდება ეს შემთხვევა. არა მხოლოდ მაინც და მაინც გარდაცვალებაზე აქ ლაპარაკი, შეიძლება რაღაც პაციენტის ჭრილობა დაუჭირდეს და ის გახდეს მისი რაღაც მოუშვენრობის და დიდი ნერვიულობის მიზეზი. ექიმი აი მოდით ესე ვთქვათ, რომ ექიმი მხოლოდ რაღაც გამოცდილებებით და ცოდნით არ უნდა გამოირჩეოდეს, მას უნდა ქონდეს გული. და ამ შემთხვევაში ქვია მას ექიმი, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანმა დაამთავროს სამედიცინო უნივერსიტეტი, მაგრამ ის ექიმი ვერასოდეს ვერ გახდეს. თქვენ გქონიათ რთული შემთხვევები თქვენს პროფესიაში და ყოფილა თუ არა ისეთი შემთხვევა, როდესაც გიფიქრიათ, რომ აღარ გინდოდათ ექიმობა უბრალოდ. და აი ეს ტვირთი უბრალოდ ძალიან მძიმე იყო თქვენთვის. უფრო სტუდენტობაში იყო ეს, როდესაც რაღაც არჩევანი მიდიოდა საით გამეხედა. მოხდა ესეთი ფაქტი, რომ რაღაც სასამართლო მედიცინამ გამიტაცა. სამშობიაროდან მოიყვანეს ახალგაზრდა გოგონა, რომელიც იყო გარდაცვლილი. თუ არ ვწდები სეფსისით, აი ხარ მახსოვს ზუსტად, მაგრამ მახსოვს ის უამრავი ხალხი, რომელიც შემოვარდა მაშინ რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში იყო პათანატომიის კათედრა თუ გახსოვთ და აი შემოვარდა უამრავი ხალხი ამ გოგონას ახლობლები ოჯახის წევრები და ნუ იქ რაღაცა დაატრიალეს ერთი ამბავი მაშინ მივხვდი რომ ეს გზა ჩემი არ იყო და ძალიან რთული. ანუ ერთი ეს განცდა და მეორე ალბათ ტკივილი, რომელსაც გრძნობ, როდესაც ადამიანს ხედავ ასეთ მდგომარეობაში. რომლებიც
გაღიზიანებული ზიზღის თვალით გიყურებდნენ შენ ექიმს, რომელსაც მისთვის ხა კარგს ვეღარაფერს ვერ გაუკეთებდი იმ ადამიანს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სიცხადეს მისცემდი გარდაცვალება რითი დადგა და ანუ თქვენს მიმართაც უნდობლობა იყო? ყველას ანუ შემოვარდნენ იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო, რასაც იქ ექიმები აპირებდნენ. ნახეთ როგორი მომენტია სამწუხაროდ დღეისათვის. ერთია რომ პაციენტები აღარ ენდობიან ექიმებს, თქვათ აი კონკრეტული შემთხვევების გამო და მეორე სულ აქვთ განცდა, რომ აი თუნდაც როდესაც სასამართლოში, უბრალოდ როდესაც რეგულირების სააგენტოში პაციენტს ახლობლებს შეაქვთ დოკუმენტაცია და იქ უკვე მე ექსპერტმა უნდა დაწეროს დასკვნა, რატომღაც გონიათ რომ კოლეგაზე ცუც არ დაწერს, ასე ვთქვათ და ამის გამო აქვთ უნდობლობა. თუმცა მე იმასაც გეტყვით, რომ ძალიან ხშირია, როდესაც პირიქით ექიმები ერთმანეთზე აღიზიანებენ, ასე ვთქვათ, პაციენტს რომ აი იმას რა გაუკეთებია, ეს რა დაუღუპი ხარ და ასე შემდეგ. ეს ჩემი თვალსაჩინოს მიღმა რა ხდება ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ თქვენ თუ გქონია ჩემთქო, როდესაც აი ესეთი ქცევა ექსპერტებს, რომლებიც არიან ძალიან კეთილსინდისიერები და იქ უბრალოდ კანონს ვერ აარიდებ თავს, ახლა წარმოუდგენელია გერქვას ექსპერტი და იმიტომ რომ თქვა ექიმის მიმართ კონდეს რაღაც კოლეგიალური დამოკიდებულება, შენ თვითონ ჩაიდინო დანაშაული, ნუ ეს ფაქტიურად წარმოუდგენლად მიმაჩნია და ალბათ არც ხდება ახლა თუ რაღაცა მანკიერებები იშვიათად, მაგრამ მანკიერებები ახლა რა თქმა უნდა ყველგან არის. თუმცა ვერ დამალავს ექსპერტის ხო მეცნიერებაა, რომელსაც ფაქტიურად ისე თქვენ გულისხმობთ სამედიცინო ექსპერტიზას. მე ვგულისხმობ დოკუმენტაციის ექსპერტიზას, როდესაც შედის თქვა დოკუმენტაცია, სამედიცინო დოკუმენტაცია და გადაეგზავნება ექსპერტს. ხო, აი აქაც არის უნდობლობის მომენტი და აქვე ჩაგეკითხებით, აი არაკოლეგიალობის ახლა იმ ფურცლებში იმდენად დაფიქსირებულია ყველაფერი, რომ ამასაც ნამდვილად ვერ გაექცევა ექსპერტი, ხო? ხო არ გადააკეთებს, არ ვიცი, აი მართლა ეს ჩემთვის. თქვენ როგორ შეფასებას მე გეუბნებით, რომ ხდება ასეთი შემთხვევები. ხდება ძალიან ცუდი და რა თქმა უნდა დასაძრახია. აი რას ეთქვით თქვენს დარგისთვის, არა მხოლოდ მედიცინისთვის, ასეთი არაკეთილსინდისიერება და უნამუსობა დასაძრახია და ყველას მოუწოდებ თუ ვისაც ხელეწიფება რომ ასეთი რაღაც აღმოფხრას ყველანაირად ხელი შეუშალოს ამ დანაშაულს, იმიტომ რომ ეს არის უკვე დანაშაული ადამიანის მიმართ, რაც მთავარია. კი ბატონო, რას ეთქვით იმ ექიმებს, რომლებიც მაგალითად კოლეგებზე აქეზებენ, ასე ვთქვათ, პაციენტებს? თქვენ როგორც მოძღვარი და როგორც მათი კოლეგა. ყოველად დაუშვებელია საერთოდ ნებისმიერ შემთხვევაში გაქეზება, თვითონ ეს სიტყვა ალბათ მოდის უფრო ცილის წამების ერთ-ერთი რაღაცა შტოარი და განხრა, ხო? ან შეიძლება სიმართლის უფრო რაღაცა ესეთი ესკალაცია და ესეთი სიმძაფრის შეძენა, რომელიც სენსიტიურად განწყობილ პაციენტს კიდევ უფრო მეტ რაღაცა გაღიზიანებას მიჰგვრის და აქედან გამომდინარე ეს თქვენ ვისაც ეხება არ ვიცი ქართულად როგორ ნიპრასლავით ეთავს და არ განგადიდებთ ასეთი შემთხვევები და ეცადეთ რომ სხვას დააზიანებთ თქვენი სიტყვით, თქვენი ქმედებით და თქვენი არაკოლეგიალური დამოკიდებულებით. თუ შეგიძლიათ თქვენი კოლეგის მიერ გაფუჭებული საქმე შეეცადეთ რომ გამოასწოროთ, გააკეთოთ ის, რაც ყველა კეთილ ადამიანს შეშვენის. ნუ ასეა თუ ისეა, სამწუხაროდ დღეს ხშირად მომისმენია ძალიან ბევრი ახალგაზრდა ექიმისგან, რომ აი დადგებად, რომ როდესაც ჩვენ რაღაცა შეცდომებზე ვსაუბრობთ ხოლმე და კომუნიკაციის ხარვეზებზე, ან თქვათ სოციალურ ქსელებში იწერება ამა თუ იმ სამედიცინო შეცდომების შესახებ და გართულებული кейსების შესახებ, ან მედია აშუქებს, ისინი ყოველთვის აღნიშნავენ, რომ დადგებად, რომ როცა ამ ქვეყანაში არავის აღარ ენდომება ექიმობა. აი ასეთი შეფასება ძალიან ხშირად მომისმენია და თქვენ როგორ ფიქრობთ ახალგაზრდებს აქვთ ამისი თქმის რეალური საბაბი? სამწუხაროდ აქვთ კი და აქვთ იქიდან გამომდინარე რომ დღეს როგორც აღნიშნეთ მედიცინა არის ბიზნესი და
იქედან გამომდინარე, რომ ყველას არ შეუძლია ბიზნესი კარგად მართოს, შესაბამისად მეტნაკლებობა სხვადასხვა კლინიკებს შორის არსებობს. მეტნაკლებობა განაპირობებს იმას, რომ ნაკლებად განვითარებული კლინიკა თავისი ტექნოლოგიებით თუ სხვადასხვა სიკეთეებით, რომელიც პაციენტმა უნდა მიიღოს, იქედან გამომდინარე, რომ მეტნაკლებობის შემთხვევაში სხვადასხვა კლინიკებს აქვს სხვადასხვა განვითარების საშუალებები და შემოსავლებიც, ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს ბიზნესია სამწუხაროდ. შესაბამისად არიან ექიმები, რომელთაც ძალიან შეუსაბამო შემოსავლები აქვთ. დაბალს გულისხმობთ? დაბალს გულისხმობთ, კი ბატონო. და შესაბამისად არ ხდება რაღაცნაირად მიმზიდველი ექიმობა ახალბედა ექიმისთვის თუ რეზიდენტისთვის. რეზიდენტისთვის, რომელიც თავის განათლებაში იხდის ფულს, ახლა განათლებაში სხვა ქვეყნებშიც იხდიან, რა თქმა უნდა, ფულს, მაგრამ ეს კონკრეტული შემთხვევა, რომელიც აქ ხდება, ძალიან მანკიერია სამწუხაროდ და არ ვიცი, მანამ სანამ ეს არ გამოსწორდება, მართლაც შეიძლება მოხდეს ძალიან დიდი დეფიციტის შეიძლება ძალიან დიდი დეფიციტის მქონე ქვეყანა გავხდეთ ექიმების კუთხით და ექიმების მხრივ აღარ გახდება მზიდველი ეს დარგი, იქედან გამომდინარე, რომ ეს არ იქნება მარტო შემოსავალზე არ არის რა აქ რა. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ უფრო მეტი ხელშეწყობა უნდა გქონდეთ რეზიდენტებს იმისათვის, მარტო რეზიდენტებს არა, საერთოდ მედიცინას უნდა გქონდეს უფრო მეტი ხელშეწყობა პირველ რიგში სახელმწიფოსგან და ჯანდაცვის სამინისტროსგან. ჯანდაცვის სამინისტრო პირველ რიგში უნდა ზრუნავდეს ექიმებს. ჩვენ ვერსად ვერ შევხვდებით, ხო? სპორტის სამინისტროს, რომელიც გულშემატკივრებზე ზრუნავს. ჯანდაცვის სამინისტრო უნდა ზრუნავდეს ექიმებზე და არა პაციენტებზე. პაციენტებზე ექიმი უნდა ზრუნავდეს. და შესაბამისი სიძლიერეც ექნება როგორც სამინისტრო. და დღეს ექიმი რაზე ზრუნავს მაშინ თუ პაციენტებზე, ანუ დღეს ექიმი თავდაცვაზე ზრუნავს? კი ბატონო, თავდაცვაზე ზრუნავს იმაზე, რომ დამსაქმებელს, რომელსაც დიდი ფული აქვს ჩადებული თავის კლინიკის განვითარებაში, მოაწონოს თავი და ასე შემდეგ. და შემოსავლები გაუზარდოს და ასე შემდეგ. პაციენტებზეც ფიქრობს და ზრუნავს, მაგრამ როგორც გითხარით, არის ის პრობლემა, რა პრობლემასაც ხშირად ექიმები ეჩეხებიან. ანუ მეტი სიმშვიდე რო კონდეს ექიმს, ფინანსური, ვთქვათ, მეტი სიმშვიდე რო ემოციური. კონდეს ექიმს, სახელმწიფო უნდა იცავდეს ექიმს, სახელმწიფო უნდა იყოს უფრო მეტად რა ვიცი, შეიძლება ითქვას, რომ მონოპოლიზირებული უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ მედიცინა. ანუ გამოსავალი რაში მდგომარეობს? იმაში, რომ სახელმწიფომ დაიბრუნოს მედიცინა ინსტიტუციურად, განავითაროს იგი, იყოს ბევრი საუნივერსიტეტო კლინიკები და პაციენტს ჰქონდეს მშვიდი გარემო, როდესაც ავად გახდება, ეცოდინება, რომ მოხდება კლინიკაში, სადაც მას არ ექნება რაღაც გასაყიდი, რომ იქ იმკურნალოს, სადაც თვითონ უნდა. და თუ კი სახელმწიფო უფრო მეტად დაიწყებს ზრუნვას ექიმებზე და სახელმწიფო მონოპოლიას ასე ვთქვათ თვითონ აიღებს, ანუ ის დიდი კლინიკები, სადაც შეიძლება პაციენტს მიიღოს სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება, იქნება სახელმწიფოს საკუთრებაში. თქვენ ფიქრობთ, რომ ის პრობლემა, რომელიც დღეს დგას საქართველოში მოგვარდება, გულისხმობ უნდობლობას და გულისხმობ ქართველი პაციენტების მასიურ გადინებას თუნდაც მეზობელ ქვეყნებში. სწორედ ეს იქნება პრობლემის გადაწყვეტა თუ სახელმწიფო ამას გააკეთებს. სახელმწიფო, როდესაც გეუბნება, რომ მოდი, მე შენ გიმკურნალებ მაღალ კვალიფიციურ ექიმებთან, მაღალ ტექნოლოგიური აპარატურით საუკეთესო კლინიკაში, შენ რატო აიღებ და შენ ფულს რატო დახარჯავ იმისთვის, რომ წახვიდე ამერიკაში ან გერმანიაში ან თურქეთში, არ წახვალ, ხო? მაგრამ ესეც ხდება, რომ აი მაგალითად თუნდაც ონკოლოგიის სამკურნალო მედიკამენტები, თქვა ქიმიოთერაპიისთვის მედიკამენტები გესმის, რომ
უნდა განვითარდეს ინსტიტუციები. სამედიცინო უნივერსიტეტმა უნდა გააკეთოს თავისი საქმე და შესაბამისად ყველა დარგი განვითარდება. განვითარებული დარგის შემთხვევაში არ მოხდება გადინება ჩვენი ქვეყნიდან. ანუ გამოსავალი ის რომ ვთქვათ, ახალგაზრდებს მოუნდეთ საქართველოში იმუშაონ ექიმებად, არის მხოლოდ უფრო მეტი ხელშეწყობა და დარგის განვითარება. მაგაში ხედავთ, მაგრამ მე ერთსაც გეტყვით, აი მაგალითად, როდესაც ვეკითხები პაციენტებს, რა მიიღეს განსაკუთრებული, ვთქვათ, თურქეთში თუნდაც, ისინი აღნიშნავენ თუნდაც უკეთეს დამოკიდებულებას. აი ეს რატო არის პრობლემა? დამოკიდებულების პრობლემა, ვთქვათ, გაღიმების პრობლემა, ემპათიის პრობლემა. ექიმსაც, ექთანსაც, სანიტარსაც იმხელა შემოსავალი აქვს, რომ გაგიღიმებს კიდეც და ისედაც ახლა მოდით გავექცევით რეალობას. თურქეთში ნებისმიერი მომსახურება, რესტორანში რო შეხვალ, იქაც ისეთი მომსახურება, რომელსაც საქართველოში ვერ შევხვდებით და ესეც ერთ-ერთი პრობლემაა, ხო? მოდის საქართველოში პაციენტი, ითხოვს შენგან უმაღლეს მომსახურებას, ამერიკულ სტანდარტებს და მე გაიხედე ერთი ფანჯრაზე ნიუ-იორკს ხედავ სადმე, ხო? რატო ითხოვ აქ ნიუ-იორკს, როცა გარეთ არ არის ნიუ-იორკი? დღეს მედიცინა არის სამწუხაროდ კერძო ბიზნესი და სანამ ესე იქნება, მანამდე ვერ მოხდება განვითარება. მე არ მინდა ხა სახელები და გვარები დავასახელო, მაგრამ აი ესე ჰიპოთეტურად რომელიმე გვარის კლინიკა ავიღოთ, რომელიღაცა დარგში, რა შექმნეს იმათმა? თავისი კლინიკა მხოლოდ. იმ დარგს კონკრეტულად რამე განვითარება მიეცა? მე ვერ ხედავ იმ დარგში აი ესე გლობალურ კუთხით განვითარებას, ხო? კი ბატონო, წარმატებული კლინიკა გააკეთა რაღაცა ქიბროწაშვილის სამედიცინო ცენტრი ქვია, არის მაღალტექნოლოგიური კვლევები, არის გადასარევი გარემო, კონკრეტულ მიმართულებასაც მშვენივრად უძღვებიან, მაგრამ იმ კონკრეტულ მიმართულებას ქვეყანაში რამე მოემატა? არაფერი, ეს მისი საკუთრებაა, მისი პირადი ბიზნესია. ამას, როდესაც გააკეთებს ქვეყანა, მაშინ განვითარებაც იქნება, დარგების და განვითარებული დარგი იქნება უკვე საწინდარი იმისა, რომ ჩვენი პაციენტი აღარ წავა საზღვარგარეთ სამკურნალოდ, თუ რაღაც ახლა განსაკუთრებული ესეთი შემთხვევა არ იქნება, რომელსაც საქართველოში იმ მომენტში არ ექნება რაღაც კონკრეტული რაღაც. და რა არის ის თავარი მიზეზი, რომელიც დღეს გვაფიქრებინებს, რომ ექიმობა გმირობასთან ერთად არის ძალიან დიდი რისკი? ხშირად ამბობენ ექიმები, რომ ჩვენ ძალიან რისკავთ. ძალიან ბევრს რისკავს ექიმი, არა მხოლოდ იმ კუთხით, რომ მას შეიძლება შეექმნას რაღაც საკანონმდებლო პრობლემები, არამედ საკუთარი ჯანმრთელობის ფასად დგას იმდენი ხანი საოპერაციოში, შემდეგ თავის კაბინეტში კონსულტაციებისთვის, რომ მისი პირადი ცხოვრება ფაქტიურად არ აქვს მას და პირადი ცხოვრების გარდა ამხელა დრო, რომელსაც ის უთმობს პაციენტს, არ მოქმედებს კარგად ყველა ექიმის ჯანმრთელობაზე, თუ რაღაცა განსაკუთრებული ნიჭები არ აქვს ღვთისგან და თუმცა ასეთებიც არ არსებობენ, ხო? ყველა ორგანიზმი მაინც თავის რესურსს ამოწურავს ხოლმე და ძალიან ხშირად ექიმებს თავად უხდებათ მერე პაციენტის როლში ყოფნა, იქიდან გამომდინარე, რომ სხვადასხვა ზიანს იღებს ამხელა სამუშაო პერიოდის გამო. რაც არ ხდება სხვაგან 6 საათზე დაიხურავს კუს და წავა და ვერ მოაბრუნებს იმას ვერავინ, რაც არ უნდა მოხდეს, ხო? იქ კლინიკას აქვს საშუალება გართულებული და ეს ვისი ბრალია? მამა ლუკა. ვისი ბრალია? ახლა ამ შემთხვევაში ჩემი მე როგორც პაციენტის ბრალი ხარ არის თქვათ, პაციენტი გირეკავს ღამის 4 საათზე და რა ვქნა, მეკავება გეუბნება ჭრილმა. მოიქავე, ხო, ხარ შეიძლება ექიმს მართლა
კი ბატონო, ესე ყველანაირად იყო ხელმისაწვდომი ექიმი პაციენტისთვის, ყოლა დაუშვებელი. არ შეიძლება კვირას, შაბათს ან სამუშაო დღეებში, არასამუშაო დროს, როცა გინდა აიღო და შენ პრობლემაზე ელაპარაკო ექიმს, ყოლა წარმოუდგენელია. სამუშაო პერიოდშიც კი ექიმის ტელეფონი არ ჩერდება და ზიხარ კონსულტაციას უტარებს სხვა პაციენტს და ამ დროს გირეკავს და ის პაციენტი, რომელიც გირეკავს, არის ისეთი მომთხოვნი, რომ აი სრული ყურადღება უნდა დაუთმო და იგივე პაციენტი რო გეჯდეს შენ კონსულტაციაზე და სხვამ დაგირეკოს, შეიძლება გამოგლანძღოს ყურადღებას არ მაქცევსო ტელეფონზე ლაპარაკობს. აი ეს არის ექიმების პრობლემები, ესე იგი რასაც ძალიან ბევრი პრობლემა აქვს ექიმს, ძალიან ბევრი პრობლემა. აი კიდევ რა პრობლემა გაქვთ? თქვენ ერთხელ თქვით რომ წახვედით მედიცინიდან, პროფესიიდან. არა, მე პრობლემის გამო არ წავედი. ხო, რატომ წახვედით მაშინ და აი თქვენი კოლეგები მაგალითად თუ ყოფილა ეხლა გულწრფელი საუბრების დროს რომ უთქვამთ რომ აი აღარ შემიძლია და წავალ პროფესიიდან. ძალიან ბევრს. იქედან გამომდინარე რომ არ მინდა ეხლა რაღაც ტრაგედიები დავხატო აქ და ყველაფერი პაციენტს დავაბრალო და ყველაფერი ისე მოგიყვეთ რომ თითქოს და ექიმები არ ცოდავენ, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ეს რაღაცნაირი მოთხოვნა პაციენტებისა რომ ყურადღება და არავინ არ აკლებს. კარგი ექიმი ყურადღებას არ აკლებს თავის პაციენტს, მაგრამ ადამიანია და ტკივა და განსაცდელშია და მაინც უფრო მეტ სიტყავს შენგან და ახლა ყველა ექიმიც ადამიანია. თქვენც ხართ ხოლმე განსაცდელში ხშირად ექიმები? კი იყო რამდენიმე ფაქტი, რომელმაც აი ძალიან დამძაბა და მიუხედავად იმისა, რომ მე ვთვლი რომ ძალიან მშვიდი ადამიანი ვარ, ჩემი სიმშვიდეს კი რაღაცნაირად შეარყია და ეს იყო რაღაცა მართლა ჩემთვის ალბათ სხვა მეტად გამოვიდოდა წყობიდან და რომ არა თქვა ჩემი სტატუსი სამღვდელო და პლუს ამას დამატებული ის მორიდებულობა, რომელიც ექიმს უნდა კონდეს პაციენტთან, ძალიან რთული იქნებოდა ზოგი ისეთი თავის შეკავება პრეტენზიების ხომ არ გაიხსენებთ აი ესეთ შემთხვევა, სადაც პაციენტები თუნდაც საკუთარ ქცევას დაინახავენ, იმიტომ რომ თქვენ ალბათ ჩვენი მაყურებელი არ გისმენთ ხოლმე ექიმის პოზიციაზე. არაეთიკური იქნება. არაეთიკური იქნება. ხომ რა უნდა გაითვალისწინოთ მაშინ პაციენტებმა, იმიტომ რომ თქვენ ახლა საკმაოდ გაბრაზდით. ის რომ ჩვენც ადამიანები ვართ და საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გვაქვს, პლუს დატვირთულ გრაფიკთან ერთად გვაქვს დიდი პასუხისმგებლობა. და ეს პასუხისმგებლობა არ მოქმედებს ესე ვითომც არაფერი ექიმის ცხოვრებაზე და მოერიდონ ყოველ შემთხვევაში ექიმის დაინდონ და მეტად ნდობის ფაქტორი მეტად უფრო გაზარდონ თავის და ექიმის ურთიერთობაში ვიდრე დღეს არის და ყველაფერი კარგად იქნება მე ესე მგონია. აი მაგალითად რა გრძნობაა, როდესაც პაციენტი არ გიჯერებთ, გრძნობთ რომ ეჭვი შეიტანა თქვენ სიტყვებში. აი რა გრძნობა გეუფლებათ მაგ დროს და რას ურჩევთ სხვა ექიმებს, რომლებიც აი მაგალითად მაგ მომენტში, როდესაც გრძნობენ რომ პაციენტი მას არ ენდობა, ცოტა ესეთი ვეღარ იკავებენ თავს და შეიძლება უხეშად დაელაპარაკონ პაციენტს. რას ურჩევთ ასეთ ექიმებს? ვისაც უჭირს ემოციების მართვა. ხანდახან ყველა შეიძლება მოუვიდეს ეს, თუმცა ჩემ კოლეგებს ყველას ურჩევ რომ თავი შეიკავონ რაც შეიძლება მაქსიმალურად, იმიტომ რომ ეს მხოლოდ მის საექიმო კარიერას დააზიანებს და სხვას არაფერს ისწავა. ისეთი პაციენტი, რომელიც ამას გაგაკეთებინებს და გამოგიყავს წყობიდან, ის ცდილობს რომ ეს გააკეთოს თავისთავად და გამარჯვებული წავა და შენ როგორც ექიმი ნამდვილად ვერ გაიმარჯვებ და შენი კარიერა დაზიანდება. თქვენ საუბრობთ ახლა ექიმის პოზიციიდან. აი როგორც მოძღვარს მაგალითად თუ ყოლიათ, ასე თქვა თქვენი მრევლიდან პაციენტი, რომელიც თქვენი კოლეგების უყურადღებობის გამო დაზიანდა. მოსულან ჩემთან და აი ეს სწორედ ეს სასულიერო პირის ფაქტორი ყოფილა მათთვის უფრო მეტად სანდო და უთქვამს რომ აი ესე და ესე მოხდა და შენ ვის მირჩევ რომ ვისთან მივიდე
ანუ რა თქმა უნდა მე ყოველთვის ვცდილობ რომ ის ექიმი რომელიც ვიცი რომ მართლა კარგი სპეციალისტია და იმასაც მივხვდი რატომ გაღიზიანდა ან ვერ მიაქცია ყურადღება ან რაღაც ისიც დავიცვა ხოლმე გამოვიყვანო რაღაცა მდგომარეობიდან და შემდეგ ურჩიო სხვა ისეთი სპეციალისტი რომელიც ჩემი აზრით მას დაეხმარება და წაადგება მის მკურნალობას. ღირსეული ექიმი, რომელიც არის ეთიკური, რომელიც არის პირველ რიგში კარგი ქრისტიანი და ამავდროულად კარგი პროფესიონალი. შეიძლება გამოვიდეს მდგომარეობიდან და გაღიზიანდეს და ვთქვათ ისე მოიქცეს პაციენტთან. ყველა შეიძლება გამოვიდეს, ადამიანები ვართ და ყველას გვაქვს ეს სამწუხარო ნიჭი რომ გავღიზიანდეთ, მაგრამ განსხვავდებით ადამიანების ხოვლებისგან, განსხვავდებით კიდევ უფრო ქრისტიანები მე ესე მგონია შეიძლება არ განსხვავდებით, მაგრამ მეტი პასუხისგებლობა გვაქვს ქრისტიანებს, რომ არ გავღიზიანდეთ ჩვენი რაღაცა სიძულვილები არ გამოვხატოთ, ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან და მით უმეტეს ახლა ექიმი როდესაც ხარ და შენი მოწოდება არის ემსახურო პაციენტს, აქ შენი ნერვებიც უნდა მოთოკო, შენი გაღიზიანება არ გამოაჩინო და რა ვიცი შეგიძლია გახვიდე სხვაგან იყვირო დაცალო შენი აგრესია. აი თქვენ როგორ ფიქრობთ პაციენტის თანაგრძნობა, ემპათია მედიცინაში, ეს ნიჭია, რაღაც უნარია თუ ისწავლება და შეგვიძლია რომ ისწავლოთ ექიმებმა? საერთოდ მე ვფიქრობ რომ ყველაფერი შეიძლება ისწავლოს ადამიანმა. ოღონდ ამის მზაობა უნდა კონდეს და პირველ რიგში მან უნდა არჩევანი გააკეთოს თავის ცხოვრებაში რა უნდა. არჩევანის შემთხვევაში ხა შეიძლება სიყვარული ვერ ისწავლო და ეს გრძნობა მართლა ნიჭია ღვთის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თანაგრძნობა რომ შეგეტყოს ეს შეგიძლია, მაგრამ არ უნდა იყოს ეს ხელოვნური, რასაც ისწავლი, ის შენი მართლა შინაგანი უნდა გახდეს და შენი ცხოვრების წესი უნდა გახდეს და ცხოვრების წესს, როდესაც აირჩევ და ეს არჩევანი არ აქვს მნიშვნელობა ექიმი იქნები თუ მასწავლებელი თუ მღვდელი, ეს არჩევანი უნდა იყოს მართლა შენი არჩევანი და მართლა ღირსეულად უნდა ატარო ესა თუ ის არჩევანი, რომელსაც შენ ცხოვრების წესად დაიდგენ. და ბოლოს მინდა გკითხოთ, აი როგორია მამა ლუკას და ექიმი ლუკას, ასე ვთქვათ, რჩევა, აი ეს შერიგების რეცეპტი როგორი შეიძლება იყოს? აი თქვენი რეცეპტი მაინტერესებს. შერიგების ექიმსა და პაციენტს შორის, დიახ. აი რა შეიძლება გავაკეთოთ? შეიძლება ახლა ჩვენ ვისაუბროთ გლობალურ პრობლემებზე, ვთქვათ, ჯანდაცვის სისტემის ხარვეზებზე, ვთქვათ, იგივე იმაზე, რომ მედიცინა ბიზნესია, ნაკლებ შემოსავლებზე, ვთქვათ, ექიმი რომელსაც უჭირს, ექთანი რომელიც, ვთქვათ, რაღაცა სესხები აქვს, ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს ფინანსური და ამ დროს მას უწევს ღამეების თენება, შეიძლება ვერ იყოს გაღიმებული და ემპათიური და ამის პრობლემა სამწუხაროდ დღეისათვის საქართველოში დგას და არა მარტო სამედიცინო სფეროში, ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს და არ აქვს ახლა ძალიან ისეთი ფინანსური მდგომარეობა, რაც მუდმივად ბედნიერების მდგომარეობაში ამყოფებს. მაგრამ ეს კიდევ სხვა სფეროა, ხო? დამეთანხმებით ალბათ არავინ მიდის ექიმთან დალხენილი. ადამიანებს აწუხებთ, გარკვეული ტკივილები ტანჯავთ, ამავდროულად მე მაინც მინდა რომ პაციენტების პოზიცია დავიჭირო და კიდევ ერთხელ თქვენ გითხრათ პაციენტების მხრიდან დანახული ვთქვათ ეს პრობლემები. მე ძალიან კარგად გავიგე და მესმის თქვენი ექიმი რომელიც დგას ოპერაციაზე 6 საათი, 7 საათი, წყალს არ სვავს, დაძაბულია და აკეთებს ოპერაციას, უბრალოდ 6 და 7 საათი რომ ვისხდეთ და ვისაუბროთ, ეგ არის დამღლელი, ხო? და მით უმეტეს ახლა როდესაც საქმე ეხება ურთულეს ქირურგიულ ოპერაციას, სადაც სწორზე დევს ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა და დაძაბული ხარ თავისთავად მე არ ვიცი რამ ხელა ფიზიკურ ძალებთან არის ეს დაკავშირებული, აი როგორი ძლიერი უნდა იყოს ადამიანი რომ ეს შეძლოს და ამის შემდეგ თქვათ აგრესიული დამოკიდებულება, გაღიზიანება, კიდევ სახლში რომ მიდის ექიმი და მე პაციენტის ახლობლები ურეკავენ და მე ვიცი ესეც მეც ძალიან ბევრ ექიმს ვიცნობ, ბევრ კარგ ექიმს ვიცნობ და მომისმენია მათგან აი ეს ჩივილები თქვენ რაზეც ისაუბრეთ დღეს რომ თქვათ შეიძლება მშიერია მთელი დღე წყალიც არ დაულევია და ამ დროს პაციენტი ურეკავს და
შეიძლება რაღაცა პაციენტის ახლობელი ურეკავს, ბიძაშვილი ურეკავს, ნაცნობი და როგორ დამთავრდა, ხო, ანუ და ესეც თავისთავად პირველ რიგში ჩვენ ემპათიაზე ვილაპარაკეთ და ნახეთ. რასაკვირველი გამაღიზიანებელია. უნდა მოვახდინოთ რაღაც ესეთი კონსოლიდაცია, რომ ემპათია მხოლოდ ექიმმა არ უნდა გამოიჩინოს პაციენტის მიმართ. ნახეთ, ექიმი გამოდის, დგას უკმაყოფილო პაციენტი და იწყებს რაღაც აგრესიულ ლაპარაკს ექიმთან. და ეს ექიმი ადის სხვა პაციენტთან ოპერაციის ჩასატარებლად. შენ როგორც პაციენტი უნდა აანალიზებდე იმას, რომ შენ რო იწვე იქ საოპერაციოში და ვიღაცა შენს ექიმს, რომელიც ამოდის, რომ შენ ოპერაცია გაიკეთოს, ეს ენერვებს უშლის. ესე არ უნდა იქცეოდე, ანუ ხვდებით რას ვამბობ? მესმის, დიახ. ანუ უნდა ერთმანეთზე ვიზრუნოთ მაგას პაციენტის მიმართაც უნდა გამოიჩინოს ემპათია. შენ იმ მომენტში კი ბატონო, შენ ექიმს მიმართავ აგრესიულად თუ როგორც გინდა, არ ვიცი, მაგრამ ის ხვისი ექიმიც არის და იმ ენერგიით დამუხტული უნდა ავიდეს საოპერაციოში და გააკეთოს ურთულესი ოპერაცია, ხო? რატო უკეთებ ამას სხვას? გინდა ექიმს, გინდა პაციენტს. იმას, რაც არ გინდა რომ გაგიკეთონ შენ. ანუ შეიძლება ემოციურმა განწყობამ იმოქმედოს თუნდაც ოპერაციის შედეგზე. რა თქმა უნდა. ჩვენ რობოტები ხო არ ვართ, ადამიანები ვართ, ხო? ეხლა ქვემოთ ვიღაც რომ მოგიშლის ნერვებს და ვიცი, ხა დაგაგლიჯავს ყველაფერს, რაც კი სიმშვიდით მოგიპოვებია, ხა ადი იქ და მოვახდინე კონცენტრირება შენი გამოცდილების თუ ცოდნის. მე ძალიან დამავალებს თუ კი მეტყვით იმ ექიმების სახელებს და გვარებს, ვინც არის ღირსეული, ვისაც შეგვიძლია რომ ვენდოთ, იმიტომ რომ ჩვენს ორგანიზაციას ძალიან ხშირად მომართავენ პაციენტები რჩევისთვის და ჩვენ ძალიან დიდი სიამოვნებით ვურჩევთ ასეთ ექიმებს, პაციენტებს და ძალიან მშვიდად ვიქნებით, მე რომ გვეცოდინება რომ ძალიან კარგ ხელში არიან. არა მხოლოდ სიას, არამედ შემიძლია, როდესაც თქვენ დაგჭირდებათ რესპონდენტი, დამირეკოთ და გქონდეთ ჩემი იმედი, რომ კარგ პროფესიონალ და გადასარევ ადამიანს დაგაკავშირებთ. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის, ჩვენი გადაცემის მიზანი, ვაჩვენოთ პაციენტებს და ექიმებს ერთმანეთი ადამიანური კუთხით, ვუთხრათ ჩვენს ქართულ პაციენტებს, რომ საბედნიეროდ საქართველოში არის ძალიან ბევრი კარგი ღირსეული ექიმი და არ შეიძლება ვთქვათ ერთეული ადამიანების გაფუჭებული საქმის გამო რაღაცა ყველა ერთ ქვაბში მოიხარშოს და ასევე გვინდა რომ ექიმებს, რომლებსაც გარკვეული აგრესია აქვთ რაღაც სხვადასხვა პირობების გამო და გარემოებების გამო ზოგადად პაციენტების მიმართ ვაჩვენოთ პაციენტები რა რთულ გზას გადიან, როდესაც მათ რაღაც პრობლემა ექმნებათ, ან სათანადო მკურნალობა არ ხდება, ან თქვათ რაღაც გარკვეული გართულებების შემდეგ ისინი მარტო რჩებიან დაავადების პირისპირ და მათი ექიმი მათ გვერდით აღარ არის. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ იმედია რომ ყველაფერი ეს აღმოიფხვრება და მედიცინა ჩვენს ქვეყანაში ძალიან მაღალ დონეზე აწევს თავის თავს. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მადლობა თქვენ. წარმატებები კიდევ ერთხელ.